მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ქრისტე არ ჩვენ შორის. მე მინდა ორ მნიშვნელოვან საკითხზე გესაუბროთ, რომელზეც გულწრფელად და გულახდილად მინდა გაგიზიაროთ ჩემი ემოციები. პირველი ეს გახლავთ სიყვარული, რომელზეც ადრე მიფიქრია თუ რა არის სიყვარული. ვიკვლიე, ვეძებე სხვადასხვა წიგნებში და ბოლოს მივაგენ იმ სრულ ჭეშმარიტებას, რაც იოანე ღვთისმეტყველმა გამოთქვა. სიყვარული თავად ღმერთია, რომელსაც ვერც აღწევ. რომელზე ვერც ილაპარაკებ, იმიტომ რომ თავად ღმერთია დაუსრულებელი, დაუსაბამო და სამწუხაროდ დღეს სოფლიო განიცდის სიყვარულის დეფიციტს. ჩვენ სკოლაში ჩვენ ვცდილობთ ღვთისმადლის შეძლების დაგვარად, რომ ბავშვებს, რომლებიც განიცდიან ამ ნაკვლოვანებას, რასაც სიყვარული ჰქვია, ჩვენის მხრივ, ჩვენი ენერგიიდან, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ ეს გრძნობა მივცეთ და ჩვენი წილი საქართველოს გადავარჩინოთ და ჩვენი სიყვარული მათაც გაუზიაროთ. და მეორე საკითხი, ამ სკოლაში როდესაც მოვედი, ისე შემაყვარა აქაურობამ თავისი თავი, რომ გამიჩნდა შეკითხვა, რა ხდის ამ სკოლას განსაკუთრებულს. და ბევრი ფიქრის შემდგომ მივედი ზუსტად იმ პასუხამდე, რომელსაც მე ვფიქრობ სუბიექტურად, რომ ნამდვილად ესეა, ამ სკოლას განსაკუთრებულს ხდის ღვთის სიტყვის გადაცემა, ღვთის სიტყვის სწავლება, ის ცოცხალი ურთიერთობა ერთმანეთთან, რომელიც აქვს პედაგოგსა და მოსწავლეს, რომელიც აქვს პედაგოგებს ერთმანეთ შორის, მამებს, პედაგოგებთან და ბავშვებთან. და ეს არის აქაურობის განსაკუთრებულობა, რომ აი მაგალითად ნებისმიერი საგანი, რომელიც აქ ისწავლება, იგივე ისწავლება საჯარო სკოლებშიც, მაგრამ აი ამ საგნებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვებს ვასწავლოთ და მივცეთ ღვთის სიტყვა, რომელიც არის სრული ჭეშმარიტება, რომელიც არის ცოცხალი, რომელიც შთამკვიდრდება მათ გულებში, რომელიც იმეტყველებს მათში. ჩვენ სკოლაში ფუნქციონირებს 3 სექცია: საღვთისმეტყველო, საგანმანათლებლო და სახელოვნებო. ამ 3 სექციაში გაერთიანებული არის 23 საგანი, რომლებსაც ასწავლის მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები. მინდა გითხრათ, რომ უპირველესად და უპირატესად ჩვენი სკოლა ემსახურება, რომ გავაცოცხლოთ დავით გურამიშვილის სიტყვები. ხმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო. ვინ არის სიდა მოსულა, სად არის წავა სადაო. მინდა გითხრათ, რომ თქვენ სწორი ნაბიჯი გადავდგით, როცა თქვენი შვილები ჩვენ სკოლაში მოიყვანეთ. რატომღაც ეგრე მგონია, რომ თქვენ უკეთეს თქვენ შვილებს ვერაფერს ვერ გაუკეთებთ. ჩემი სიტყვის მთელი პათოსი მდგომარეობს იმ წინააღმდეგობაში, რომელსაც ახლა ვიტყვი. არ უღალატოთ თქვენ შვილებს და არ გაიყვანოთ ჩვენი სკოლიდან. მიეცით საშუალება ბოლომდე იყოს და მერე მოგთხოვეთ პასუხი. თუ ვერ მიიღეთ ის, რის გამოც აქ მოიყვანეთ, ჩვენ სულ პასუხს ვაგებთ თქვენსა და ღვთის წინაშე. ქრისტე არ ჩვენ შორის, ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ და ჩვენ აი ეს ცოცხალი ურთიერთობა ერთმანეთის მიმართ გვიმსუბუქებს იმ ჯვარს, რომელზეც პავლე მოციქულმა თქვა, ურთიერთ არ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტეს.